მოკლე სტატისტიკას გეტყვით სხვათა შორის, ძალიან მოკლე სტატისტიკას. აი დაახლოებით რომ წარმოგიდგინოთ საქართველოს ტერიტორია. და მიშას დროს, სადაც ეს 2012-13 წელი იყო დაახლოებით, მაშინ გავაკეთე სტატისტიკა, რამდენი ტერიტორია ქვეყნის იქნებოდა უცხოელების ხელში. თან მაშინ შეიძლებოდა რომ უცხოელი ჩამოსულიყო და მიწა ეყიდა. და მაშინ იყო ბურები, მთელი ეს ამბავი ნაცური კამპანიები, უცხოელებმა მოდით მიწა ეყიდეთ. 1%-ზე ნაკლები ხონდა უცხოელებს. და ზოგადად მის მერე ვიცი ეს ახლაც არ ეხება მეტი, მის მერე საერთოდ აიკრძალა უცხოელზე მიწის ფლობა. 1%-ზე ნაკლებია, ანუ ვიღაც ადამიანებს ერთობლიობაში აქვს 1%-ზე ნაკლები და ჩვენ დავობთ იმ 1%-ზე ნაკლებზე მაშინ, როდესაც 90% გვიდია უპატრონოთ. და როდესაც ვამბობთ, რომ იცი რა, მოდი ეს უპატრონოთ დაგდებული ქონება ქართველებმა გავინაწილოთ და ყველანი გავდიდრდეთ. ამ დროს არგუმენტად მოდის, აი პლეხანოვზე ხედავთ უცხოელებს და უბრალოდ რა შუაშია, რა პლეხანოვზე ხედავთ უცხოელებს. თქვენ თუ მართლა საქმეზე ლაპარაკი გინდათ, საქმეზე ლაპარაკი არის შემდეგი. თქვათ სტატისტიკა, რამდენი არის უცხოეთის მოქალაქეებზე მიწები. და როგორც ალდა დათვალოთ, გამოვა 1%-ზე ნაკლები. რამდენია სახელმწიფოს ხელში უპატრონო ქონება. გამოვა 90%-ზე მეტი. რამდენია ადამიანების საკუთრება, კერძო საკუთრების იქნება 10%-ზე ნაკლები. ყველაფერი ერთად რო შევაჯამო წიაღისეულიდან დაწყებული მანქეები, მადანი, ასე შემდეგ. ხო და აი აქ როგორ შეიძლება პრობლემა დაინახო, რომ უცხოელს რო აქვს 1%-ზე ნაკლები, ის არის თქვენი მთავარი პრობლემა. და პრიორიტეტები ხო არსებობს, არა? შეიძლება ისიც გაწუხებდეს, მაგრამ ჯერ ხო სხვა რამე უნდა გაწუხებდეს, ვიდრე ეს იმას მიადგები. ჯერ მოდი, აი ეს დიდი ნაწილი რაც არის მთავრობის ხელში, არც უცხოელის რო არის, არც ქართველის და არავის და პროსტა შიგნით შესვლა შეიძლება და გიჭერენ რამე თუ მოჭერი და რაღაცები თუ გამოიყენე, ეგ დავინაწილოთ და აი რომ მივადგებით უკვე უცხოელების 1%-ს, მე ვიდაოთ იმაზე ისე იმ 1%-ს რა უყოთ, გასაზრდელია, შესამცირებელია თუ რა არის გასაკეთებელი. ხო და ანუ ყოველ შემთხვევაში მოდით თან ჩვენ ვართ ჩვენ ტელევიზიის სლოგანია სიმართლე მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. ესეთი სლოგანი ჩამოყალიბდა თუ ჩვენმა ხარდამჭერებმა მოიფიქრეს. შესაბამისად ჩვენ არ გვინდა რომ მოგატყუოთ. ისედაც ყველა გატყუებთ, ანუ ნებისმიერ არს აქედან რომ გადართოთ, ყველგან ტყუილი შეგხვდებათ. ჩვენ გინდათ რომ თქვენს მოგატყუოთ და არ გამოუასე. მოდით შევხედოთ მართლა პრობლემას. პრობლემა ის არის, რომ როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ქონება დარჩა სახელმწიფოს, აი გლეხები თავის დროზე რომ გაათავისუფლეს, უმიწოდ რომ გაითავისუფლებინათ, როგორც იყო ასეთი ჩანაფიქრი და ძირითადად ასე მოხდა სინამდვილეში, მაგრამ ფორმალურად მაინც მერე საბოლოო ჯამში მიწითაც გავათავისუფლეთ. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ გლეხები გაგვეთავისუფლებინათ თავის დროზე უმიწოდ. და გაგზელებულიყო ისე იგივე ბატონობა და რაც მოხდა მე უბრალოდ გაკოტრდნენ ბატონები და გლეხებზე გადმოვიდა ეფექტურ გლეხებზე მიწები და ასე შემდეგ, მაგრამ აი დაახლოებით იგივე სიტუაცია გვაქვს. ზუსტად იგივე დროა ჩვენთანაც გასავლელი რამდენიმე 10 წლეული, იმიტომ რომ თავიდან შეცდომა დაუშვით. რომ გავათავისუფლეთ საბჭოთა კავშირიდან გლეხები, უნდა არ გავატანეთ ქონება. ქონება ისე დავტოვეთ საქართველოს SSR-ს. ანუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოა თუ საქართველოს SSR არის თუ შენ ქონებას ისევ მას უტოვებ და მის მოქალაქეებს ღატაკად ტოვებ. აი რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ის რომ საბჭოთა კავშირი იყო, იმიტომ კი არ იყო მხოლოდ პრობლემა რომ დამოუკიდებელი არ ვიყავით, არამედ იმიტომ რომ დამოუკიდებელი არ ვიყავით და არ შეგვეძლო გადაგვეწყვიტა ის რომ ქონება დაგვერიგებინა ხალხისთვის და არ ყოფილიყო უპატრონო და ბიუროკრატების ხელში. აი სანამ ამას არ გადავდგამდა, ეს არ იქნება მოთხოვნა რომ უპატრონო მიწები ეს იქნება მთაში, ტყეში თუ ბარში თუ სადღაც საქართველოს მოსახლეობას არ დაურიგდეს თანაბრად, მანამდე ვიქნებით ღარიბები და მანამდე გამოვა სულ მთავრობა და გეტყვის რომ ჩვენ ღარიბები ვართ, იმიტომ რომ არაბებს მიყიდა მიშა მიწები და არაფერ შუაში არ არის არაბების და მიშას მიწების მიყიდვა. შუაში არის ის რომ უპატრონოთ არის მიწები მიგდებული და ხალხი ცხოვრობს ძალიან ცოტა ღირებულების მიწის ნაკვეთზე იქნება თუ ფლობს ცოტა ღირებულების ქონებას. ქართულ ადამიანებს მიწა არ გვინდა, მიწა რომ გდომობოდა და კარგი ცხოვრება რომ გდომობოდა, ის მივცემდი ხმას. არ გინდა, მერე არაბიც დაიღებს. ზოგადად ანუ მიწა რომ უპატრონო იყოს მიწა. იმას ჯობია რომ იყოს არაბის. ანუ ნიშნულობა არ აქვს, უპატრონობას ჯობია ყველაფერი. პატრონი რო ყავდეს და იქ თუ რაღაცა გარემონტდება, იქ რამე აშენდება, გვერდზე მიწას დაედება ფასი. ანუ ყველაფერს რო ესე შეხედა. ვიღაც დასაქმდება იქ, ანუ უპატრონობას ჯობია ყველაფერი. და მთელი პრობლემა, რასაც არის ბებოასაც საუბრობდა 100%-ით ვეთანხმები. მდგომარეობს იმაში, რომ ხალხმა საბოლოო ჯამში მიცა იმას კი არა მიწა რომ არაბებს გადაცემოდა, არც იმას რომ მიწა თვითონ დარიგებოდათ, არამედ იმას რომ მიწა ქონოდა მთავრობას და მიწა რომ მთავრობას აქვს, ხან არაბს მიცემს, ხან
უპატრონო დატოვებს. ამ ორი ვერსიიდან უპატრონო დატოვებს არაბს მიცემს თუ რაღაცას იზამს, ჯობია რომ არაბს მიცეს, იმიტომ რომ მინიმუმ რამეს იზამს ის არაბი იქ. და თქვენ რაღაც შეეხებათ, რასაც ბებოგებუნებოდეთ 100%-იანია. თქვენ რომ მიწა გინდოდეთ და თქვენ რომ ითხოვდეთ რომ მიწა ჩვენ მოგვეცით არაბს რატო აძლევთო, ეს იქნებოდა ყველაზე ბუნებრივი მოთხოვნა და ამ ბუნებრივ მოთხოვნას ერთადერთი პარტია ეზიარებდა ამ არჩევნებზე, რაც აგერ ქალბატონმა გითხრა. როგორ უნდა გააჩერო მიწის გასხვისების პროცესი, რატომ უნდა გავაჩეროთ აბონია? არ უნდა გავაჩეროთ მიწის გასხვისების პროცესი. ნახეთ, ჩვენ რას ვითხოვთ? ჩვენ არ ვითხოვთ რომ მიწის გასხვისება შეჩერდეს. ჩვენ ვითხოვთ რომ მიწა გაასხვისოს ქართველმა კაცმა. ანუ მიწა არ გაასხვისოს მთავრობამ. ანუ ჩვენი განსხვავება მთავარი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვინდა რომ მიწა გადმოგცეთ თქვენ. და თქვენ არ აგიკრძალოთ გასხვისება, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ მე რომ თქვენ მიწა მოგცეთ და ზოგადად სოფლელ კაცს რო აუკრძალეს საკუთარი მიწის გასხვისება არაბზე. ამით რა მოხდა? ბინდების გასხვისება ხო არ აუკრძალიათ იმ კაცმა, ხო სწორად ხო პლეხანოვზე ბევრი თურქს ხედავ, მეც ხედავ, კაცო, იქ არანაირი პრობლემა არ არის. ხო და წარმოიდგინეთ ქალაქში ვინ ცხოვრობს იმას საკუთარი ქონების ძვირად უცხოელზე გაყიდვა არ ეკრძალება და სოფელში ვინ ცხოვრობს ადამიანი იმას თავის მიწის გაყიდვა უცხოელზე აუკრძალეს ძვირად. ანუ გააიაფეს თქვენი მიწები. ანუ ის ხალხი რომელიც თქვენი მეგობრად მიიჩნევს თავს და თქვენზე ზრუნავს ვითომ სინამდვილეში მიწას გითხრით. იმიტომ რომ საკუთარ ქონების გაიაფებას არ აწყობს და ხარს არ დაუჭერს, პლეხანოვზე რო ცხოვრობს ვიღაცა ბიძა და რო იცის რომ არაბი და თურქი უფრო მეც გადაუხდეს, ის ხო არ ითხოვს რომ მე ამიკრძალეთო გავყიდო უცხოელს და არაბზე და თურქზე. ის ითხოვს რომ სოფელში რო არის მისი ნათესავი დარჩენილი. იმას აუკრძალონ გასხვისება სოფლის მიწის, იმიტომ რომ რაღაცა ეგზოტიკა ქონდეს სოფელში რო ჩავა დაათვალიეროს წელიწადში ერთხელ. ხო და აი გეუბნებით რომ ხალხი არის ბოროტმოქმედები. ბოროტმოქმედები შეიძლება იყოს იმიტომ რომ დეგენერატი ხარ და ახლა რასაც მე ვხსნი ელემენტარულ ლოგიკას რომ ქალაქში რო არ გზალავ გასხვისებას და სოფელში რო გზალავ გამოდის რომ სოფლის მოსახლეობას უიაფებ აღარიბებ უიაფებ ქონებას და მეორე შეგნებული მავნებელი რომელმაც იცის რომ სოფელში შეიძლება ბევრი ადამიანია რომელიც არ არის გარკვეული ამ ინფორმაციაში რასაც მე ახლა ვამბობ შეიძლება არც უფიქრია იმაზე რომ აუკრძალონ მიწის გასხვისება უცხოელზე ეს მიწას აიაფებს და თვითონ აღარიბებს და აი ამ საცოდავი უბედური ხალხის მოტყუებით არიან დაკავებული. ხო და ჩვენ ხსოვ მაგას გეუბნებით არ დაუჯეროთ ხალხს რომელიც ითხოვს რომ რამე აგიგრძალონ თქვენ. აი როცა ვიდნენ რაღაცას გიგრძალავთ გარდა სხვა ადამიანზე ძალადობისა იცოდეთ რომ მას თქვენთვის კაი არ უნდა. ამიტომ მოდი მარტივად შევთანხმდეთ, კაცო, ჩვენ ხო არაფერს არ გიგზავნებთ. გეუბნებით რომ არ დააშავო, არავის არ იძალადო სხვა ადამიანზე და ყველაფრის უფლება გქონდეს. თქვენ კიდე ამბობთ ამაზე პასუხად რომ არ მომცეთ ყველაფრის უფლება. მე არ ვიმსახურებ ამდენს, მე ჩემ თავს დავაზიანებ, მე არაფერს მივყიდი მიწას, მე გავანადგურებ ჩემს ქონებას, მე რაღაცა გადავწვავ ტყეს და რაღაცას ვიზამთო და მე არ მინახ სამეგრელოში დავიბადე გავიზარდე. არავინ არ მინახავს საკუთარ ქონებას რომ ანადგურებდა და აზიანებდა და არ გამაყიდინოთ ჩემი ქონება უცხოელზე რო გაყვიროდა. ესენი არიან სულელი აქტივისტები.